მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ მერეს. მე თქვენი წამყვანი ირინა ქიქოძე ვარ. დღეს ჩემ ჩაცმულობაზე იზრუნა ბრენდმა კიარამ, ხოლო ჩვენი ჩამწერი სტუდია პოდკასტ კორნერია. ეხლა გადავიდეთ ჩვენ შემდეგ სტუმარზე, რომელიც არის დათუნა სულიკაშვილი. დათუნა, შეხარ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და წამყვანი სახე საქართველოს მოდის ინდუსტრიაში. როგორ ხარ? ეხა კარგად ვარ უკვე კაცისად. ძალიან მიხარია. მე მინდა დავიწყო, თავიდან ყველაფერი, შეგვიძლია დაგვებრუნო იმ პერიოდში, როდესაც მიხვდი, რომ დიზაინერობა იყო ის, რაც რეალურად გინდოდა და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ვიცი, რომ თავიდან გიშლიდნენ და დიდად ეს, მაგრამ უფრო ის. პატარა ვიყავი. თუმცა უყურებდი რაღაც ტანსაცმელს რომ მოდიოდნენ და სტუმრები რაღაცები, სულ უყურებდი, სულ მინდოდა გადაკეთება. რაც ეცოთ ის არ მომწონდა. მინდოდა რომ შემეცვალა და ხშირად ყოფილა ხოლმე, რომ თქვათ ამიღია თქვათ რაღაცა შუბისთვის მომიჭრე მკლავები და მიმეკერები რაღაც პიჯაკზე. და ამაზე იყო სულ რაღაც ჩხუბი და სულ რაღაც მჯიდნენ ხოლმე და სულ რომ გადამეკეთე ჩემეულად დამენახა ტანსაცმელი. და მოკლედ ესა ბავშვობიდან მქონდა რაღაცების შეცვლის ისა რა. განსაკუთრებით ტანსაცმელზე, ეს რაღაც ინტელექტს, იმენ ტანსაცმელზე მქონდა განსაკუთრებით სიყვარული და მე უკვე იმდენად ბევრი რაღაც სხვადასხვა ჩაცმულობი, კარგი ჩაცმულობის რაღაც წრეში ვიყავი, რომ სულ ალბათ მაგალითად თამაშა ერთ-ერთი როლი რაღაც დიზაინების მიმართ სიყვარული და ასე შემდეგ. და მე ის ვიცი რომ ვიპარებოდიო და ჩუმად ხავდედი ხატის გაკეთებაზე. ხატს ჩუმად არ უნდა და ჩემი დახსოვს ჩამეპარებინე და სამხატვრო აკადემიაში, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ესეთი პოპულარული რაღაცა როგორც მოდა თქვათ განვითარებული ესე თქვათ საქართველოში და ძალიან სიბნელეში იყო მოდა მაგ პერიოდში. და მაინც რაღაც ძალიან მიყვარდა, მინდოდა ძალიან, იმიტომ რომ ჩემი იყო და ვერ სათვალშობელი სხვაგან ვერც ექიმი გავხდებოდი და ვერც ვერავინ ესე სხვა. და მე უკვე დავიწყე ხატვაზე, ისე რომ მე გამოვაწყოთ სახში გადასახდელი მაქვს ხატვის მოსამზადებელი და მე მიხდი რომ აზრი არ ქონდა და მე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. და როგორ თვლი შენი გზა რაც გაიარე ამ მოდის ინდუსტრიაში რა, იმიტომ რომ მაგ დროს ახლა რეალურად დიდად ესე გავრცელებული შეიძლება ითქვას რომ არ იყო ეს მოდის ამბავი, როგორც შენ ამბობ. და რას ფიქრობ, ძალიან რთული იყო, ეხა ბევრად ადვილია რომ დიზაინერი დადგე ვიდრე ადრე. შემამდე სხვათა იყო პირველი მახსოვს აიცევი იყო დიზაინერი ესეთი, მერე იყო მაკა ასათიანი რომელმაც ფურორი მოახდინა და ერთ-ერთი რაღაც ჩემი საყვარელი დიზაინერი იყო მაშინთან მით უმეტეს და მაკამ ჩაუდო საფუძველი საქართველოში, რომ ხალხს შეაყვარა და გადაახტევინა საკმაოდ ისეთი თანხა, თან ქართულ ნაწარმში, და ფიქრობ, რომ მაკა ძალიან დიდი წყვილი მიუძღვის მოდის განვითარებაში საქართველოში, კერძოდ. შემდეგ წამოვიდა ავთანდილი, მე თამუნა ინგოროყვას, ჩემი საყვარელი დიზაინერი და მე განვითარდა და განვითარდა მოკლედ. და მოკლედ ეს ნელ-ნელა ვითარდებოდა. მე ძალიან დიდი წყვილი მიუძღვის კიდე სოფო ჭყონიას ამ მოდის ბიზნესში განვითარებისთვის და მოკლედ მე დემნა გამოიცა კიდე და 100 წელში წავიდა მე რაღაცა საქართველოს დიზაინერად წავიდა ძალიან განსაკუთრებული ყურადღება რა, ესე დემნამ ძალიან დიდი ის გამოიწვია მაგით რომ ამ ქართულ დიზაინერად წავიდა ძალიან დიდი ყურადღება. დემნა ხო საოცარია და Mercedes-Benz Fashion Week-ის სოფო ჭყონია კი. სოფოც განსაკუთრებულია ჩემი აზრით. ჩემთვის შენი ხედვა, ყველა დიზაინერს რა თქმა უნდა გამორჩეული და სხვადასხვანაირი ხედვა აქვს, მაგრამ ჩემთვის შენ ასე ვთქვათ ხედვას ესე შევაფასებდი, რომ თეატრალურობის და ელეგანტურობის ესე ვთქვათ სინთეზია და მე მახსოვს, რომ 14 წლის ასაკში ოპერაში რო გქონდა ჩვენება, ისიც მახსოვს, რომ რაღაცა ის პაჩკები მომქონდათ. ეგ ისეთი შოუ იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მაგის მე რამოდენიმეჯერაც ესე სხვაგანაც ყოფილა, მაგრამ საოცარი იყო, თვითონ სიმღერას ორკესტრი რო გყავდა, ეგ საიდან ხო რაღაცა ეგ ჩვენება მეც განსაკუთრებულად მახსოვს, რადგან და მახსოვს ნინო ანანიაშვილთან ერთად გავაკეთეთ და ნინო მითხრა რომ შენ ამას კარგ შოუს ვეღარ გავაკეთებო და მე ძალიან რა მიხარ თქო და მართლა ეს ემოციები ეხაც მახსოვს მაგ ჩვენებიდან რომ მთელი საქართველოს მაგსორებს და მაგას თუნდაც გამოდის ჩემ თავზე ვსაუბრობ, მაგრამ მართლა ეგრე იყო და მართლა ხალხი გაგიჟებული, შოქში იყო და მეც არ ვიცი როგორ გავაკეთე 80 ბალერინა და პლუს 50 ლუკი ჩვენ მოდელები. და სიგიჟე იყო, მე არ მახსოვს, ეგ მომენტები არ მახსოვს, როგორ მივედი მაგ ეტაპამდე რაღაც ამდენი უცებ როგორ გავაკეთე. თან ამან ამერიკაში ვიყავი, რაღაც ვერ ვიტოდა, გვიან ჩამოვიდა, რაღაც და მოკლედ ძალიან რაღაც განსაკუთრებული იყო მართლა და მეც უაცებ და მახსოვს მოდელები ჩაიტიროდნენ, რომ მოდელი რაღაც ბოლო იმაზე, ყველა ტიროდა ემოციებისგან, კარგისგან და რაღაც მეც ძალიან კარგად მახსენდება. და შენ როგორ აღწერდი შენ დიზაინერულ ხედვას, ფილოსოფიას, დიზაინერულ ფილოსოფიას? ჩემთვის განსაკუთრებული ყველანაირი მომენტი, გარემოცვა, მუსიკა, ყველაფერი საერთოდ, ერთიან იმას ქმნის მე რა, რა ზუსტად აწოდებ შენს მომხმარებელს, ხო? და ფიქრობ, რომ ყველაფერი არის გასათვალისწინებელი აბსოლუტურად, სივრცე, მუსიკა, განათება, მოდელები,
შუქები ყველაფერი საერთოდ რა მოკეთ მე ვფიქრობ ყველაზე რომ მიეცოს ყოლება მაგ ყველაფერს იმიტომ რომ აი ზუსტად თუ გინდა ეს გადაასცე რაც გინდა რომ ნახო შემომხმარებელმა მაშინ ეს ყოფილი უნდა გაითვალისწინო ყოველთვის და ყოფილა ესეთი მომენტი რომ აი ისე არ გამოგსვლია როგორც გინდოდა და ირამხელა გავლენა კიდე მახსოვს პოლიციაში ვტიროდი როგორ მახსოვს რომ რაღაცა ის არ იყო რაც მე მინდოდა და მაშინ ყო რაც ცუდად ვიყავ ცუდ პერიოდი მქონდა რაღაცნაირი და თუმცა ხალხს გამოეწონა მაგრამ მე ვიცოდი რომ ის არ იყო ის რაც უნდა ყოფილიყო და მქონია და ყოველთვის ყოველთვის ყოველი ჩვენების მე მგონია რომ ის არ იყო ბოლომდე სრულყოფილი და სულ მაგას ვიძახ ხოლმე ყოველ ჩვენების მე რომ ნეტა კიდე ორი კვირა მქონოდა ნეტა კიდე ერთი კვირა მქონოდა აი რაღაც ხონერით გავაკეთებდი მაგრამ ნუ ეს ჩემი სიზარმაცის ბრალიც არის იმიტომ რომ ძალიან გვიან ვიწყებ ხოლმე კოლექციის შექმნას და რაღაცა ალბათ მაგის ბრალიც არის რა ეს რაღაც ჩემი არპუნქტუალურობის და ყველაზე აი ქაოტური აი რომელი ჩვენება გახსენებ რომ აი ყველაზე სწრაფად როდის მოგიწია აი მაგალითად ესე აი მახსოვს მადრიდი Fashion Week იყო მიმიწეს როგორც სტუმარი Mercedes-Benz იყო იქაც და ჩემი ჩვენებით იხურებოდა მოდის კვირეული. განსაკუთრებულად სტუმრად მიმიწეს და მახსოვს რომ ანუ ასევე მანამდე ნიუ-იორკში ვიყავი რაღაცა მოკეთ შოურუმი მქონდა გამოფენა მქონდა და ფიქრობდი რომ დამრჩებოდა კოსმეტიკა იმას მივამატე და მე წავედი მადრიდში მალევე. იმიტომ რომ ჩამოვდიოდი და ერთ კვირაში უკვე მიწევდა გაფრენა მადრიდში. ნუ თან ვარს ვეღარ ვიძახდი იმიტომ რომ თან კოლექცია არ მქონდა რა ესე ბოლომდე რაღაცა. ნუ ესე ტელეფონით რაღაცებს ვკეროდი მადრიდიდან ესე რაღაცა ესე გაკეთე ანუ ვიმითი რა ქვია WhatsApp-ში კამერაში ესე ვქნიდი კოლექციას. რო ჩამოვდი აი თითქმის არ ყოფილი იმიტომ რომ უნდა ყოფილიყო ძალიან დიდი შოუ უნდა ყოფილიყო რა და 60 მოდელი დამირდა ანუ გამომიყვეს და 60 მოდელი ჩამეცოდა. ნუ არ მქონდა მაგ რაოდენობა. და მახსოვს ეს იყო სასწაული. რომ ჩავედით მადრიდში მოკეთე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო მართლა. და იქ ცხოვრობ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ კიდე მასადაც მათაც აქვს ჩემი ტანსაცმლები და ფიქრობ მომიტანე მათხოვ რაღაც ესე ვიყავი და მახსოვს წავედი რაღაც მაღაზიაში ვიყიდე რაღაც ნაჭრები ტაფტა და ზუსტად 14 ლოქი ავაწყვე სტეპლერებით. ასე ვახვევდი ნაჭრებს მოდელებს და შოქში ყო და ყველაზე სასაცილო რაც იყო მაგ ისტორიაში ჩვენება რომ დასრულდა შემოდის ვიღაც ქალბატონი და აი სტეპლერებიანი კაბა რაც იყო კითხულს ამ კაბასო გვინდა შევიცინოთ. აღმოჩნდა იქ ორი ვოგის რედაქტორი იყო რაღაცა მიღება ჰქონდათ ვოგის იუბილე თუ რაღაცა ჰქონდა და რედაქტორს უნდა ჩაცმა მაკაბის რა მიუბილეზე და ნუ აი სიტყვა რა უნდა მექნა არ ვიცი თან აი ჩვენების მე რეგიონში შემოვიდა და მეთქე გაყიდული და ბოდიშ გიხსნა უკვე წაიღეს მეთქე ნუ შემწყოლო მეთქე რომ ნაჭრებით ჰქონდა ხა შეგიკერავთ და ხშირად ყოფილს ხო შეგეთ შემთხვევები რაღაცები რაღაც დაუმთავრება რაღაცები და აი შემორბია ხოლმე თორსა უნდათ რომ ის იყიდონ მაინდა-მაინც და მაგ შემთხვევაში რა ხო და მაგ შემთხვევაში არა მე თუ შეუკვეთავენ ისე რა ხა ისე ვერ და აი როგორი გრძნობა როდესაც აი შენ ამ ნამუშევარს და აი ამ წამებით და შრომით ჩადებულა ამ ყველაფერს ხედავ აი შენ სცენას და ხედავ რომ აი ამ მოდელებსაც და გამოდი აი როგორი შეიძლება ძალიან კაი და შეიძლება დიზაინერის რომ მე რო იღებ ამ აბულზეს მეტებს ან როცა ეს დიდი ტაში რაღაც ეს რაღაც ამ ემოციას რო იღებ ადამიანებისგან მე მოწონებას რაღაცა მოლოცვებს რაღაცები ეგ არის ყველაფერი რომ გიფასება ეს რაღაცები ძალიან სამწუხარო რომ ამდენი თვე იმზადები ჩვენებისთვის ყველაფერი თვალდება 10 წუთში რაღაცა და მე ძალიან ცარიელი ხარ მე გინდება ახალი შექმნა რაღაცების და ეს ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს საქართველოში რომ ეს რაღაც გრაფიკით იმუშაო რაღაცები იმიტომ რომ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს რაღაცების კეთება ძალიან ყველაფერი დიზაინერის კისერზე არის საქართველოში აქ ჩვენთან არ არსებობს რაღაც იმის მენეჯერი ამის მენეჯერი რაღაც ყველაფერი თითქოს უწევს დიზაინს ნაჭრის შერჩევაც იმაზე წასვლაც ამ აი ვაფშე ყველაფერს აკეთებს დიზაინერი რასაც არ უნდა აკეთო დიზაინერმა უნდა ხატავდეს ეს კისკვნიდეს და შემდეგ კონსტრუქტორთან და ანუ მარტო შექმნის პროცესში უნდა იყოს ჩართული და დიზაინის დარბის განათებაზე დარბაზზე ან რაღაც ყველაფერს საქართველოში თითქმის ნუ სანამ Fashion Week-ი რაღაცე მაინც ესე ფიქრობს იქნებოდა მანამდე მაინც ყოველს გვიწევდა ეს ცალსაკეყოფს კეთება რა და ძალიან ძლიერია და მე ვფიქრობ რომ ყველა დასაფასებელი ძენი ვინც მართლა რაღაცა აკეთებს დღეს რადგან დღეს ვიგებ გმირობა არის საქართველოში იყო წარმატებული დიზაინერი და შენ რას თვლი აი საზღვარგარეთ რო გეცხოვრა ანუ დაიკარგებოდი როგორც დათუნა დიზაინერი თუ პირიქით უფრო კარგი და მეტი შესაძლებლობა გექნებოდა ვიდრე საქართველოში მაგ კუთხით აი არ ვიცი ჩემი მოცემულობა შეიძლება საქართველოს საკმარისია ჩემი მოცემულობისთვის თუმცა შეიძლება ვფიქრობ რომ ანუ საზღვარგარეთ უფრო მეც მიაღწევ რა თქმა უნდა იმიტომ რომ მეტი სივრცე გაქვს მეტი თავისუფლება გაქვს მეტი გასაქანი გაქვს მეტი შემოთავაზებები გაქვს ანუ უფრო რა თქმა უნდა წარმატებული იქნება სხვაგან იმიტომ რომ საქართველოს თბილისი ძალიან პატარა დაკეტილი რაღაცა ადიხარ მიაღწევ რაღაც სულ რაღაცა მაქსიმუმს და მე უკვე იმ ხას ინარჩუნებს იმის იქით უკვე მაგის მერე რა ან ვეღარაფერს ვეღარ აკეთებ და მე უკვე წახვედი და წახვედი აქეთ და აი რა გრძნობა იყო შენთვის როდესაც Lady Gaga-ს ქონდა შეძენილი შენი ერთ-ერთი როდესაც დაგვიკავშირდნენ ანუ Vogue-ზე დაედო ჩემი კოლექცია მახსოვს ანუ
კაკას ოპერის ჩვენების შემდეგ მოხდი 5 ქვეყნის ვოგიზე საოცრად. და მოგწენა იქ წერია ყველა მეილები რაღაცებს იწერება რა ვოგიზე ვიდება რომ საიდან ხარ რაღაცებს შენზე ინფორმაცია პატარა წერს ერთ-ერთი სტილის რომ გამარჯობათ რაღაც კაბა გვინდა ლოს-ანჯელესში ამადა ადგილზე უნდა იყოს რაღაც ანჯა არ გონება ვისთვის არის რომ მივწერს რომ ვისთვის არის ლედი გაგასთვის ხო თავიდან არ გჯერდა ვფიქრობ რომ ტყუილი იყო რაღაც ხო ხდება ანუ ვერ მაინც ის პირველი იყო ჩემი გამოცდილება ესეთი მაგრამ მანამდე ქონია თქვა ვარსკვლავში შორენ სტონთან მქონდა შეხება რაღაც სხვასთანაც მაგრამ ნუ ესეთი რომ აი გაგვეგზავნა არ გქონია და სამი ლუკი არჩია რომ ანუ ფიტინგი გვაქვს ამადამ რიცხვშია და უნდა იყოს ლოს-ანჯელესში ამადამ ადგილზე ეს კოსტუმები მახსოვს აი აეროპორტში გავავარდით იმიტომ რაღაც ვერ ვასწრებდით გაგზავნას იმითი რა ქვია პოსტით ვერ გავაგზავნეთ და ანუ აი აეროპორტში ვთხოვთ ვიღაცას იმის ამისარ და წაიღო მაგათ ვიღაცა ბიჭმა მახსოვს მადლობა კიდევ ერთხელ ამ ბიჭს და სადღაც ერთ ორ კვირაში მოგდის რომ თქვენი კოსტუმით მიდისო ფილმის პრემიერაზეო და მახსოვს ამაკატკეთი და რედი გაკა ჩვენ ჩექმებს ბოდი ხო და ძალიან რა თქმა უნდა გამიხარდა და სხვადასხვა ვარსკვლავებსაც ხო ეცვლის კი კეციპერისაც მიარ ბევრს ანუ დამბერ ვარსკვლავებს და ძალიან სასიხაულო საათანო ესე გამოჩნდება მაგრამ ნუ ხო მომწონს და ის საერთაშორისო აი მოდისკენ უფრო ანუ წახვიდოდი მაკეტკენ ახლა კი ისე სულ ვიძახდი რომ არ ვარ მზად ამ ყველაფრისთვის თან ჩემი ბოლო 3 წელი გამარეთ ჩემი რაღაცა პრობლემების გამო სულ რაღაცა ვერ ვენდობოდი ჩემს თავს რომ იმიტომ რომ პარიზის ფეშენკეს უნდაც რომ იწებ და ჯდები გრაფიკში იქ შეცდომების უფლება არ აქვს არანაირი და ძალიან ბევრი რაღაცები გასავწები რაც თქვა უნდა გაითვალისწინო და დაზაკმაყოფილებელი იმათი პირობები რაღაცები რაც ცოტა რთული არის და ვფიქრობ რომ არ ვიყავ მზად მაგრამ მე ხომ მზად ვიქნები და წელიწად ნახევარი შენთან გავახებ პირველად რომ ვიქნებ პარის ფეშენ ვიკზე ხო და ნახოთ როგორ იქნება იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ეხლა ვარ ჯერჯერობით მზად მაგრამ მანამდე ვფიქრობდი სულ რომ ანუ არ ვიყავ მზად და ანუ ვენდობობი ჩემ თავს და ეხლა ძალიან ისე რაღაცნაირად მოწინება და მარტო მაგისთვის მინდა ვიცხოვრო და მარტო ჩემ საქმეს მინდა დავუთმო მთელი ცხოვრება რადგან მთელი ცხოვრება აქამდე ვიყავი ყოველთვის სხვისთვის და სულ სხვისთვის აი რაღაც იმის და ეხლა მინდა რომ დათუნა იყოს დათუნასთვის ძალიან კარგი განაცხადია და ძალიან მომეწონა და მე ვიცი რომ შენ მთელი ცხოვრება ესე რეალურად მხოლოდ მოდას არ ეხებოდა და ძალიან ხშირად გილაპარაკია ისეთ პრობლემებზე როგორც ყოფილა ნარკოდამოკიდებულება. სამწუხაროდ დღეს ძალიან აქტუალურია ეს თემა და ძალიან ბევრი ადამიანი არის ვინც ასე ვთქვათ ამ პრობლემის წინაშე ესე დგება. საინტერესოა შენი პერსპექტივა როგორც ყოფილი მომხმარებელი ანუ როგორ ცვლის რეალურად ადამიანს დასაწყისში ის ვიცით თუნდაც მედიისგან რომ აი ეს ეიფორია ის არის რაღაცა ჰაი მაგრამ მე როგორ იცვლები ადამიანი ფიზიკურადაც და მენტალურადაც როგორ იცვლები ფიზიკურად ხო ნუ არის ფიქრობ რომ თავიდან ჩემი აზრით ხო მოსაზრება რატომაც იწყებს ადამიანი როგორც ფსიქოლოგმა დაამტკიცა რომ სიგარეტის მოწევას იწყებ მარიაჟობის მიზნით ბავშვობაში რა ის ესევი არის ეს ნარკოდამოკიდებულება ანუ იწყებ მარიაჟობის მიზნით რატო ანუ მთელი ბავშვობა რასაც უყურებდი თქვა აი კეით მოსი იყო ჯორჯ მაიკლი იყო მომღერალი პრინსი ანუ ჩემი საყვარელი ადამიანები ანუ რომლებიც გიждდებოდი ვიტნი ჰიუსტონის სიტყვაზე და ვისაც უყურებდი ცხოვრება რაღაც იმ პერიოდის ჩემთვის ისინი იყვნენ სულ ყოველ ტელევიზორში დაიჭირეს კოკაინის კაიფში რაღაც დაიჭირა და სულ ფიქრობდი რომ ეს რაღაცა საინტერესო იყო ეს რაღაც ნივთიერება და ფიქრობ მაგ მიზნით იწყებ შენს გასინჯვას რომ რახან შენი საყვარელი ვიღაცა იკონა ცნობილი თქვა დიდი ვარსკვლავები ამას აკეთებენ ესე იგი ეს კარგია ანუ პოზიციში თქვენთან მაგრამ ეგ თქვენი ბრალიც არის რომ ანუ რაღაცა აფეშენებს და ავჭყულელთ ამ ისტორიებს და ნუ მე ფიქრობს ეს მისი ფანები და მისი თაყვანისმცემლები რომ მეც თომასს მეც რაღაცა ვიტნი ჰიუსტონი ვიქნები თუ ვიღაც კეით მოსი თუ ჯორჯ მაიკლი ან პრინსი ან მიხვდი და ფიქრობ რომ ეს რაღაცა მაგალითად ალბათ რაღაც როლი ითამაშე იმიტომ რომ ეს გაფეშენება და ეს რაღაცა ის ისტორიები რომ რაღაცა და სულ ფიქრობდი რომ ეს კარგი იყო თუ რაღაც მე იწყებ და მე რაღაცა მოგწონს რაღაცა ეს კლუბური იქნება თუ ესეთი იქნება თუ ესეთი იქნება მე თავიდან აკონტროლებ თავს რომ ფიქრობდი რომ ხა მუშაობ არ მინდა გართობა რაღაცები არც კლუბში მიდიოდი არც არაფერი მე უკვე სხვანაირად ხდება ეს ყოფილი მე უკვე ანუ ვეღარ აკონტროლებ თავს და უკვე ყოველდღიურად ხდება ეს ყველაფერი და მე უკვე ყველაფერი გეცვლება მე აღარ მაინტერესებდა არც პრიმერკაზე წასვლა ძალიან ბევრი პრობლემები მექნებოდა ამის გამო კლიენტებს ვაბრაზებდი ვაფშე აღარ იყო ანუ შენ აღარ ხარ ის რა და რო უყურებდი მე რომ ანუ მე ანუ რო გომარებდი გამოხვიდოდი და შენს თავს რო უყურებდი ის ადამიანი ვინ იყო გძულს ის ადამიანი აი გეზიზღება მაგრამ აი მე სულ მაგას ვეკითხები ჩემთავს რომ რატომ მინდოდა იმ საზრდოობაში დაბრუნება როცა გზულს შენითო და მაინც იგინდა დაბრუნება მაგრამ ალბათ ეგ არის მაგ რაღაცა ნივთიერების რაღაც ის რომ ანუ მაგას გიშვება ანუ განგრევს განადგურებს და ფიქრობ რომ ანუ იმდენი მაგალითი არსებობს ანუ თუნდაც ჩემი საყვარელი ვარსკვლავების რომ
ანუ თუნდაც მოდი ავიღებ, ანუ შეიძლება ძალიან ბანალურია, მაგრამ ავიღებ ვიტნი ჰიუსტონს. რო ღმერთმა მისცა ვაფშე ყველაფერი. ანუ არავის არ მისცია, როგორც მაგას მისცა, ჩემი აზრით. გარეგნობაც, ნიჭიც, სილამაზე, ვაფშე ყველაფერი მისცა ღმერთმა, რაც კი შეიძლება კონდეს ადამიანს თან ვარსკვლავს. და ანუ ამ მდგომარეობამ და მის მამ დამოკიდებულობამ რა დონემდე მიიყვანა, ბოლოს ვინ იყო და როგორ დაამთავრა ცხოვრება. და მაინც ანუ აი ამდენი გამოსლებიდან გამომდინარე, მაინც მაგრამ ეს არის ამ საუკუნის და ამ პერიოდის, აი ჩვენი პერიოდი, აი ახლანდელი პერიოდის რაღაცა სცენიანი, იმიტომ რომ ეს ცხოვრებაში არ ყოფილა არცად ქვეყანაში, აი ესეთი გაპოპულარიზაცია და აი ამდენი რაოდენობის, ანუ ესე რომ ადვილად შეგეძლოს აღება და ესე ადვილად ანუ არასოც არ ყოფილა, ანუ მე არ ვიცახი რომ თქვა ეს მთავრობა არის დამშრომელი ის მთავრობა. ანუ ეგ არაფერ შუაში არა, პროსტა ესეთი ანუ ამ დოზით და ამდენი, ანუ არ ვიცი. ალბათ ეს შეიძლება რაღაცების ბრალი არის, მაგრამ არ ვიცი რის ბრალი არის. მაგრამ ეს აი რაღაც მოდაშია თითქოს დღეს, ანუ თუ რაღაცა кайფობ, кай ტიპი ხარ. აი ეს რაღაც დამოკიდებულებაც არის ახალგაზრდებში რა. თუ არ გაგისინჯოს ნარკოტიკი, ძალიან ბანძი ტიპი ხარ. ამ დროს სინამდვილეში არა, პირიქით არის ყველაფერი. ანუ ხო, მე ესე ვთვლი დღეს, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ეს მომენტი გაკეთე თუ კლუბურ ცხოვრებას რაღაცა იქ მე ცხვენი რომ შენ სიზარდას აი ეგ მომენტები გახვდები და ანუ შენ რათი ჩამოვარდები ამას და მეც რა აი რაღაც ეგ მომენტი გეწყება თავიდან და მე ხვდები რომ ძალიან დიდ წუმპაში შედიხარ მე ტიტაიდაც რაღაცნაირი ის არის ანუ ძალიან ძნელია თავი აკონტროლო რა თავიდან სულ ცდილობ რომ და სულ გამოგდი სულ აკონტროლებ თავს მაგრამ მე მოდგება რაღაც პერიოდი რომ всё ანუ მორჩა ანუ თავს კარგავ რომელსაც ვერასოც ვეღარ იპოვნი მე ძალიან ძნელია შენ საკუთარი თავიდან პოვნა. მოდის ინდუსტრიაში სხვათა შორის ძალიან ხშირი არის თან ოდით განვე. ხო, მოდა და აი ეს ნარკო რაღაც განუყოფელი ნაწილი არის, მაგრამ განსაკუთრებით ევროპაში და ხო, ანუ და ბევრი ვარსკვლავების და ბევრი ვარსკვლავები ყოველთვის ყვებენ და დაჟე კეთმოს ინტერვიუს ვნახე, რომ როგორ გაუჭირდა, მაგრამ რაღაცნაირად გამოვიდა მაგ მდგომარეობიდან. მაგრამ აი ნაუმის ინტერვიუს ვნახე ამას წინათ მახსოვს, რომ უყურავდი, რომ აი რაღაც 6 წელი დაანება თავი და როგორ გაუჭირდა მასაც და როგორ სულ დამოკიდებული იყო და როგორ აი მაგრამ რამდენი რაღაცებს ხელს ანუ ნებისმიერ ადამიანს ანუ ანადგურებს ვაფშე. ყველაფერს გინადგურებს აბსოლუტურად. ანუ ეს არის ყველაზე ეშმაკური, ჩემს ყველა საზიღარი ნივთიერება, რომელიც ანუ ვაფშე არა ადამიანს გხდის საერთოდ. ანუ ადამიანი აღარ ხარ ჩემს, იმიტომ რომ აი როცა შენს ყველა ადამიანს იყიდებ, შენს ყველა ადამიანებს ვაფშე აღარ გაინტერესებს, აღარც ულოცავ, აღარც გიყვარს, აღარც ანუ აღარ გახარებს მათთან ერთად არაფრის გაკეთება, ხვდები? კი არ მიყვარს, მართლა კი აღარ მიყვარს და მართლა კი აღარ מחარებს, მაგრამ იმ მომენტში ვაფშე არ გინდა შენ ვაკუუმში ყოფნა რაღაც საშინელ შავბნელ კუბიკში და ზიხარ იმ კუბიკში და არ გინდა იქიდან გამოსვლა. თან იცი რომ ძალიან სულ კუბიკში ხარ. იცი რომ ძალიან სუდია, იცი რომ სინათლე არ არსებობს, მაგრამ მაინც იხარ იქ, ანუ აი ძალიან სუდია. და ამ დროს ანუ რაღაც იქ ძალიან ნათელია ლამაზი მეგობრები მყავს და რა ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ ვიცხოვრობ ჭკვრელად და ჯანმრთელსნურ ცხოვრებით, მაგრამ მაინც მაჯობა მაგ რაღაცა იმანა ერთ პერიოდში რა თქმა უნდა. და ოდესმე დახმარებია თუ არა ეს ნარკოტიკი, აი ინსპირაციისთვის, აი ინსპირაციის წყარო ყოფილა თუ არა თუ პირიქით. აი ვერ ვიჯერებ რო იძახონდე ხომ რა ჯონ გალიანო ქნის кайფში რაღაც მითები ყოფილა სამშაბათი მითები, მაგრამ ვერ წარმომიდგენე რომ მაგ დროს შეიძლება რაღაც განსაკუთრებული კი ყოფილა რაღაცა მომენტები, როცა მე რაღაც განსაკუთრებული დამიხატავს ულამაზესი, მაგრამ შეიძლება ის მომენტში რაც დამიხატავს იმ მომენტში, შეიძლება ხიზან მდგომარეობაში დამიხატა უფრო 1000-ჯერ კარგი, ანუ ესე ვფიქრობ რა, იმიტომ რომ ნუ შეიძლება იმ მომენტში ვფიქრობ რომ ეს რა ახლა იმ მომენტში და ხატა ეს მაგიტყვარ ეგეთი კარგი. ანუ სიამოვნებაში მე მგონი რომ არა, იმიტომ რომ სხვა გონება გაქვს. ანუ ვაფშე სხვა რაღაცა აი ფიქრობ რომ ანუ არა, ანუ არ არის ნამდვილი ის რასაც ხატავ და ნამდვილი რაც არის ის არ არის ფასეული, ეს არ არის ხელოვნება ჩემი აზრით. რაც ხელოვნურია და რაც ხელოვნურად მიღებული არის, ეს ჩემთვის არ არის ხელოვნება ჩემი აზრით. ეხლა რო არის ესეთი აი გაათასმაგებლად გარომანტიზირებული ეს ყველაფერი, აი მაგაზე რა გადმოსახედი გაქვს, ან რა შეგიძლია რომ რჩევა მისცე აი იმ ადამიანებს, ვინც აი პატარა დათუნა ხო უყურებდა ამ ყველაფერს. ჩემს რჩევა არის, რომ ანუ პირველ რიგში ანუ თავაზობენ ვიღაც ადამიანები ამ რაღაცებს, რომ გასი ძალიან კარგი და გიშველის რაღაც, ანუ რაღაც თავი არ მოხდე დეპრესიის პერიოდში, არ მოხდე რაღაცა უიმედო პერიოდში, არ მოგიწევს ამ რაღაცების ყოფნა და ყველაზე ძლიერი ხარ ადამიანი მაგ დროს, როცა შენს თავს ჯაჯობებ. როცა შენს თავს ეუნები არას, როცა შენს თავს ეუნები რომ ეს არ გააკეთო. და შენ თუ ამას შეძლებ, ანუ შენ ძალიან ბევრ რაღაცებს შეგიძლია ცხოვრებაში გააკეთო, იმიტომ რომ როცა ანუ ჩემთვის ყველაზე მაგარი ხარ, მაშინ როცა შენს თავს აჯობებ ყოველთვის ყველაფერში. მით უმეტეს სულში. მე მაქვს მოსმენილი შენ გაქვს ნათქვამი ერთხელ რომ ძალიან რთულია და ძალიან ჩამრჩა. ძალიან რთულიაო, როდესაც გიწევსო თავიდან რაღაცის დაწყებაო. ანუ ნოლიდან ბევრად ადვილიაო, სუსუ თავიდან რო იწყებო, ვიდრეო შენ თავს რო კარგაო, ეგ არის ბევრად რთულიო. და შენ რას ფიქრობ, რომ აი ცოტა მაინც დაბრუნდი და ნელ-ნელა იპოვე შენი თავი? შენ თავს როცა წარმოგიდგენ მთელი ცხოვრება ქმნის შენს თავს. ანუ
და აი იწყებ ნოლიდან და აი გიხარია, იმიტომ რომ იწყებ შენ თავის შექმნას, ანუ შენი სახელის შექმნას, როგორი ხარ შენ, რას ქმნის შენ და ანუ ძალიან დიდი შრომა გიждდება, ძალიან დიდი ენერგია გიჭირდება ამ ყველაფრისთვის. და უცებ აი ამ ხელ მონაპოვარს და ამ ხელ რაღაცას მე უცებ ბრახ და კარგავ, ანუ საკუთარ თავს პირველ რიგში რა, ანუ არ არის შემოქმედებითი კრიზისიც იწყება, ანუ ყველა ჯდები და იგივეს ხატავ, ვეღარაკეცი ვერ მიდიხარ, ანუ აი ყველაფერი, აი ყველა შემოქმედებითი კრიზისი გაქვს, ანუ ყველანაირი შინაგანი კრიზისი გაქვს, ანუ ძამბრი კრიზისები გაქვს, რაც ხდის, ანუ რაღაც სხვანაირ ადამიანს და ფიქრობ, რომ ანუ ხო არ ვიცი. რა გითხრა. ანუ შენი საკუთარი თავის დაკარგვა ფიქრობ ყველაზე რთულია ცხოვრებაში, იმიტომ რომ ან ვერ პოულობ ვერასოდეს, ან ძალიან ძნელად იპოვნი, ანუ აი ძალიან ძლიერ უნდა იყო ადამიანი, როდესაც დააკარგა ყველაფერს და იმას მე აღადგენ და ისე იმ დონეზე ან უფრო კარგად წარმოაჩენ. ეს ყველაზე რთული ჩემი აზრით, იმიტომ რომ მართლა ნოლიდან ჯობია ყველაფერს დაწყება, ვიდრე უკვე დაკარგულის მე თავიდან აღდგენა. და შენ რა თვლი რა ეტაპზე ხარ? მე ვარ ეტაპზე, როდესაც ანუ ჯერ დაკარგული მაქვს თავი ჩემი აზრით, მაგრამ ვფიქრობ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, რომ ანუ ხო შეიძლება წავიქეთ, შეიძლება დავარდი რაღაცები, მაგრამ ანუ არ მაქვს ეს რომ მომენტი, რომ აი всё დავარდი და მორჩი უნდა ვიწვე და იქ უნდა ვიყო რა, ანუ პირიქით ახლა მაქვს რაღაცნაირი ის მასე ვარ, რომ აი არა, ჩემ თავს მინდა რომ დავუმტკიცო, რომ მე კიდე რაღაც შემიძლია, ჩემ თავს მინდა რომ ჩემ თავს არავის არ უმტკიცო, არავის ანუ არ იმაშვები, რომ მე კიდე რაღაც შემიძლია, იმიტომ რომ სულ მქონდა ეგ, რომ კიდე რაღაცები უნდა გამეკეთებინა ცხოვრებაში და ვფიქრობ, რომ ხა იმას გავაკეთებ, რაც არასდროს არ გამიკეთებია. მომწონს განაცხადი ნამდვილად. ნახოთ, ოღონდ რა თქმა უნდა შევძლო და მე ვფიქრობ, რომ შევძლებ. ჩემი ასეთ შეძლებ, რატო ვერ უნდა შეძლო? მადლობა. იცი რა მაინტერესებს, მაინც შევეხები ეს თუ ისე სენსიტიურ თემას და ნუ რაც აქტუალურია რეალურად, როდესაც შენ მოხვდი საპატიმროში. ბევრმა ადამიანმა, ნუ თავისი აღფრთოვა გაგიჟდა ხალხი, ყველა შოქში იყო რეალურად და ძალიან ბევრი პოსტი თუ სტორი, ყველაფერი დაიწერა. ნახევარი შენ გიჭერდა მხარს, ნახევარი პირიქით შენ საწინააღმდეგოდ იყო. რამდენად იცოდი ეს ყველაფერი, ანუ რამდენად მოდიოდა შენამდე ეს ინფორმაცია? ჩემი ადვოკატი მიყვებოდა ყველაფერს აბსოლუტურად და იგიც როგორ ხდება რაღაც დაიჭეს ადამიანი და თან ისეთი ის იყო რაღაც სასჯელი რაღაცა რაღაც გამკაცრებული ახლა საშინლად ეს რაღაც კანონები ალბათ ხალხმა იფიქრა რომ ჩავჯდე რაღაც ძალიან დიდი ხნით და ამიტომ აი რაღაც დააწერეს ესე და მე ალბათ რო გაიგოს ძალიან ცოტა მომისარჯეს და ალბათ მე ვიღაცემა წაშალეს და მესეჯები როგორც ვიცი მომიყვა ჩემ ადვოკატმა და ნუ მეცინება მაგაზე ანუ ეგ არის უვისი და გაუნათლებელი ხალხის ბრალია სხვათა შორის მეგე ტიპები არიან ანუ რაღაცა წაქცეულ ადამიანს ყველა უტყავდაო ხო იცი რაღაცა ეგ ემართებად ქართველების სცენია სხვათა შორის ეგ რა ანუ რაღაცა ცუდად რო ხარ მოწონთ ეს რაღაცები და ვითომ ხარს რო გიჭერენ და რო განიცდენ და ამ დროს სინოლოში არა მართლა ვინც განიცდენ ყველას და განსაკუთრებით დიდ მოლობას აქედანაც მოვხდი მაგრამ აუცილებლად ყველას ადიდევად მოვხდი მაგრამ აი მაგ დროს გრძნობ, ვინ გრჩება შენ და ვინ არის მართლა რეალურად შენი მართლა გულშემატკივარი და მართლა რეალურად ვინც იცოდა ისტორია რაც მოხდა სინამდვილეში. მე არ ბრაზდები იმ ხალხს ვინც რაღაცებს წერდა, იმიტომ რომ ესე ისტორია მეც რომ მომესმინა მაგალითად, ხო აი რაღაცა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, რომელიც დღეს ითვლება 1 გრამი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ახალი კანონმდებლობით. მე შეიძლება მე ფიქრობ მე განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ესე იგი რაღაც ამ ბევრს ნიშნავს, ხო? და ამიტომ იმაზე არ ბრაზდები, ვინც არ იცის და ვინც ახალი კანონმდებლობები. მაგრამ ნუ იმ ხალხს რომელსაც გაუხად რაღაცები, ანუ ისინი მთელი ცხოვრება ეგერ გაიხარებენ ვიღაცის ცუდით და ესე დამთავრებენ ცხოვრებას, თვითონაც ცუდად და ანუ ის რომ მე თქვათ, ანუ არ მაყელობს, ვინ რას ფიქრობს ჩემზე ხა და ვინ ვიღაცა სადღაც რაღაცა საგარეუბნო პოეზიებით რო იყო წარმოდგენილები, ეგენი ანუ მართლა არ მაინტერესებს და მაინტერესებს მარტო ჩემი ახლოწრე ჩემი მომხმარებლები, რომელსაც მართლა უყურა და იციან რამდენი ისტორია, ეგენი კი, მაგრამ და რომელმაც მართლაც იცოდნენ და ვაფშე არანაირი ის არ ყოფილა და პირიქით ანუ ზოგმა იფიქრა რომ კარგი უკეთესად წახენი იყოს რაღაც ესე დაჟე ეგ მოსაზრებაც იყო. ცოტახან დაიტოვეთ. ხო, რომ რაღაცა ის იყოს, რომ აი რაღაც გამოვიდა, გონზე მოვიდეს და თავს უშველს და რაღაცა, მაგრამ აი ეს რაღაცა სისულელები რო იწერებოდა, ანუ ეს ნუ გასაგებია, ეს რაღაცა ბრბო, რომელიც ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით, როგორც სერიალი რა, ნუ რაღაცა სერიალს უყურებ და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ, ხო? ანუ შენი არ გაგაჩნია და მე ზიხარ და იმაზე რაღაც მეგობარს უყურებ, რომ ნახე როგორ იმას აკოცა, რაღაც ვიღაცის ცხოვრებით ცხოვრობ და აი ეს აღაფრთოვანებს ეს რაღაც გაგიჟებს რა ხვდები, ანუ და ფიქრობ რა ვიცი, ანუ ცუდი ეს ქართული სცენი, ანუ არ მომწონს ეს ქართული სცენი და ფიქრობ რომ ყველა ადამიანს რაღაცა, ანუ ჯერ პირველ რიგში უნდა გაიგო ნამდვილი ისტორია რაც იყო, როგორც მოხდა. არ ვაპირებ ამის მოყოლას და არც მინდა იმიტომ გახსენებ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი იყო, მაგრამ არა უშავს, ანუ მე ვიცი რა მართალი ვიყავ მაგ მდგომარეობაში, მაგრამ და ვიცი როგორც მოვიქეცი და ბევრი ძალიან მაგარი ბიჭი და ბევრი დაჟე რაღაცნაირი ბიჭიც ვერ მოიქცოდა ისე როგორც მე მოვიქეცი სინამდვილეში. ზუსტად ვიცი.
და იმიტომ რომ იცი რომ ჩემ თავზე ავიღე, ანუ მეგობართან ერთად ვიყავი, მეგობარს ჰქონდა ანუ პირობითი 3 წელი თუ 6 წელი აღარ მახსოვს და ჩემ თავზე ვიღე, რადგან იმიტომ რომ ის 12 წელს იღეს გადავარჩინე. და მე არ ვნანოფ ამას და ხოლაც ეგრე მოვიქცეოდი და ფიქრობ რომ ყველა ადამიანის უნდა მოიქცეს, ვისაც ადამიანობა გააჩნია, რა თქმა უნდა. ეხლა ის ღირდა იმისთვის, რომ ანუ იმის მეგობარი წყალებში თუ არ ღირდა, ეს უკვე სხვა მომენტია, მაგრამ მე ანუ ვერ ვიცხოვრობდი. მე რომ თქვა, აი მე შემეძლო მისი გადარჩენა და მე ამაზე უარი ვთქვი და მე სულ გამყოლდა მთელი ცხოვრება ხინჭას, რომ ის ადამიანი რაღაცა და მე რაღაც აი არ ვიცი რატომ მიგონა, მაგრამ ვიცოდი რომ ზამალე გამოვიდა, იმიტომ რომ ვიცოდი რამდენად მართალი ვიყავ მაგაში, ხვდები? ანუ ეს რაღაცა ეგ მომენტი მქონდა, უფრო ის თამამად მაგალითად დავთავხდი მაგ ყველაფერს რა. და ფსიქოლოგიურად როგორი იყო შენთვის? მით უმეტეს ჩემთვის ანუ რაღაც გლდანი იყო ჯოჯოხეთი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი უფლებები დაცული იყო ჩემი, ყველანაირი არ ვაფშე ყველაფერი ძალიან მართლა და მადლობა მისთვის. მინდა გადაუხადო დრამას ფრიცხავას. მართლა იდეალურად ქონდა ყველაფერი, მაგრამ აი სუერცივსეს ჩაკეტილი ჩემთვის წარმოიდგინე, ანუ მე ვიცი რომ ვიღაცაზე მეტი ვარ ან რაღაც, მაგიტო არა, უბრალოდ აი რაღაც სხვა გარემოცვა, სხვა სფერო, სხვა რაღაცები და უცებ იმ ჩაკეტილ სივრცეში, ანუ რო იცი რომ კალები არ იღება არასოდეს. ეგ იყო ჩემთვის უმძიმესი და რაღაცა რო გამიგეხო, მე რომ შნაიდერი დაიღუპა დარდით. რაღაცა სულ ვიცახთ რომ სულ რაიხს დარდით თქო და იქ დარგლდანში დავწმუნდი რომ ანუ დარდით შეიძლება ადამიანი მართლა მოკვდეს. იმიტომ რომ აი რაღაც მაგ პირას ვიყავი და მე უკვე გადავედი მე-16 დაწესებულებაში წამიყვანეს, სადაც ასე განსაკუთრებული დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ზაზა ჯამატაშვილს განსაკუთრებული დაწესებულებისთვის, იმიტომ რომ იქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აკეთოს ის რაც მას უნდა. ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ იმაში და მართლა ბრწყინვალე დაწესებულება არის. ანუ მე არ ვთვლი ვაფშე ციხე არის, ეს რაღაცა არის რაღაც სანატორიუმივით და ანუ სტუდიაც არის, კორტებია, ანუ ნებისმიერ ამ შეგვიძლია ატელიე არის, ტყავის ფაბრიკა არის, ლაზერის ფაბრიკა არის, მინანქრის ფაბრიკა, ანუ ძალიან ბევრი რაღაცები, ნებისმიერ პატრონაჟში რაც მოუნდება ის აკეთოს, ანუ და ფიქრობ რომ ეს განსაკუთრებული დაწესებულება არის და მართლა ტაშიკ დასაკრავი ყველა მათ დირექტორი და დაწყებული მოადგილე დამთავრებული ყველას დიდი მადლობა მაგისთვის, იმიტომ რომ მართლა განსაკუთრებული იყო ის პერიოდი, ანუ რაღაცნაირად ადვილად გადავიტანა ეგ პერიოდი, რაც იქნა ყოფილიყო. ამ ყოველფრის მიუხედავად იმ ხალხის მიერ რას გრძნობდი შენ? ანუ აი ეს ჰეითი რომ მოდიოდა შენ მიმართ, აი ახალი მომხდარი ამბავი რო იყო, ისე ეს ძირს რო იყავი და რო გაბიჭებდნენ ზემოდან, აი როგორ აი რა იქრძენი ახლა სადგეცალა მაგისთვის, მაგრამ აი მაინც რაღაცნაირად ხო გაკრავდა. მე ვფიქრობ მაგან უფრო გამაძლიერა მე ბევრად ვიდრე შეიძლება მანამდე ყოფილიყავი და ძიმე იყო ეს მომენტი, როდესაც ვისმენდი სხვადასხვა ადამიანებისგან, ანუ იმ ადამიანებისგან, ადამიანებისგან მართლა მეწყინა და ისეთ რაღაცები დაწერ, რომელი ადამიანებიც მანამდე ყოფილა მაგ ბულინგის ხელფლები, დაჟე, აი ზუსტად, ანუ ჩემს უარესები გავულეთ მაგ ადამიანებს და გამიკვირდა რომ მათ რაღაცა დაწერეს, ანუ რაღაცა ესე, მაგრამ აი ფიქრობ რომ ეგ მომოსაზრება იყო, რომ მე დიდი ხნით ჩამსვავდა ციხე, აი ესე გონათ და ამიტომ რაღაცა, ხოთები აი რაღაცა უაზროდ აყოლილი ერთმანეთს რაღაცეები რა და არ ვიცი, ანუ ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგ ადამიანებს, ანუ მეწოდებიან პირიქით და წუხვა რომ ეგეთები არიან, ანუ ცუდია, იმიტომ რომ ანუ რაღაც სხვისი რო გიხარე, სხვისი ცუდი ვისაც უხარე, ეს ჩემთვის ანუ ადამიანი არ არის და იმას ანუ აროს არ გავხარდება სხვისი კარგი არასოდეს პირიქით სუდის მოლოდინში იქნება სუდის რა ცუდი აი რაღაცა და აი ამითი ცუდად ხდება რაღაცა მიხვდა აი თუნდაც შენ რაღაცა ხო და ვაიმეირი და რაღაცა ყველა მთელი თბილისი რაღაცა აი ის ხვდები და აი მასში სად იყვნენ ხო როცა კარგად იყავ სიტუაცია როცა რაღაცა გინდა და მართლა რეალურად მართლა როცა გჭირდებოდა რაღაცა და ეს არის ყოველდღიურ ესეც არის მე მგონი პატარა ქალაქების ჩვევა რა აი რაღაც ტრაგედიის დროს რო ყველა რაღაცა მაგრამ იმდენი სიყვარული მოდიოდა სხვაც იმდენი კარგი მოდიოდა სხვაც და იმდენი კარგი მესიჯები და იმდენი კარგი რაღაცები რომ მარტო მაგისთვის ღირდა რომ მეცხოვრა და მართლა ვფიქრობ რომ ანუ რაღაცა გამეკეთები ცხოვრებაში იმიტომ რომ იმ ადამიანებისგან ვინც მე მართლა მაინტერესებს მართლა მიყვარს და ბოდიში ვინც გულში მყავს ანუ იმითგან მოდიოდა ის რაც იმას არასოდეს არ მეგონა რომ მე ისე ვყარები ვარ მართლა ხალხს და მადლობა ამისთვის და კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა ვიხადრო ვანერვიულო ყველა ჩემი ამხანაგრე მეგობარი და ოჯახის წევრი და ყოველას მინდა დიდი მადლობა გადავხადო გვერდში თქომისთვის. და ვინმე აი ჩვენთვის ცნობადი პიროვნება ხო არ გახსენდება, ვინც ამ კონკრეტულ პერიოდში განსაკუთრებით გედგა გვერდში? მახსენდება ბასა ფოცხიშვილი, ჩემს საყვარელი ოჯახი, რომელზეც გიჟდები და ანუ ხინშიც და ანუ ჭირშიც ერთ ყოველთვის შენთან არიან. განსაკუთრებულია ჩემთვის ეგ ადამიანები. განსაკუთრებულად მახსენდება სოფო ხერხეულიძე, ჩემი საყვარელი ოჯახი ასევე.
განსაკუთრებით მახსენდება ცნობილები კიდევ ვინჩამ ბევრი ანუ სტეფანე, ნატალიკო ქუთათელა, ანუ ყველა რა ვიცი ფუფა გოგლი, ანუ ბევრი, ანუ არ მინდორ ვინმე გამომრჩეს რა ეს ოსკაროვით გამოდის რაღაცება რა. აი ყველა ძალიან დიდი მადლობა და ანუ არ ვიცი, ყველა სათითოთისაც დაურეკოს ეს მოვესყოლები, მაგრამ აი ესენი მახსენდება განსაკუთრებულად. მართლა ვინც და ჩემი მეგობრები გააბრო, კეთი, ლიკა და ნინო პატაშვილი, რომელიც ანუ მართლა ყირაზე გადადგნენ და ანუ ნინო ფასურიშვილის ის ანუ ყველა აი მართლა ყირაზე დადგნენ და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, იმიტომ რომ ანუ ესეთი მეგობრები მართლა ბევრს არ ყავს. და შენი აი განმარტება მინდა და მე ვამაყობ და ჩემი მეგობრებით, იმიტომ რომ მართლა რეალური ისტორია იცოდნენ და ამიტომ ესე იყო. შენს რა არის მეგობრობა? მეგობრობა პირველ რიგში ერთგულება და მეგობრობა ჩემთვის არის განსაკუთრებული, ანუ ჩემთვის მეგობარი ყველაფერს ზევით არის ვაფშე. ბოშე ქართველებს ჭუს სხვათა შორის აი რაღაც ესე მოხდა. აი ოჯახი არა, აი მეგობარი, აი მეგობარს აღაჭე და აი უნდა ადგე დილის 5 საათზე გავარდე, ანუ თავი შეაკლა, მე ეგეთი მეგობრები მყავს, აი თუნდაც აი ნინო პატაშვილი ვახსენე, ერთ-ერთი რომელიც შევლი ყველაფერი გააკეთოს შენთვის, ანუ აი არ ვიცი, ნებისმიერ რამეს გააკეთებს. და ანუ და ის აი ბავშვებიდან ეგ მომენტი გვაქვს ჩვენ მეგობრებს, ხლები რომ რაღაც მეგობრის გამო ყველაფერი უნდა გააკეთო, აი რაღაც აი ცუდი შეიძლება ჩაიდინო მეგობრის გამო, ახლა მეგობრად ჭირდება უნდა გააკეთო. ეხლა სხვანაირი პერიოდი არის, მაგრამ აი ჩემი ბავშვობა მახსოვს რომ მეგობრის გამო უნდა გააკეთებინე ყველაფერი და ამიტომ ესე ვიცხოვრე, ესე ვისწავლე და დღემდე ჩემთვის მეგობარი არის ძალიან განსაკუთრებული, ძალიან რაღაცნაირი ის არის რა. აი რაღაც უდიდესი სიყვარულია. ეგრეა. ნამდვილ მეგობრებს გულისხმობ. მე გულისხმობ რაღაცა ისე რაღაცის გამო რომ მეგობრებიან და მე უცებ რაღაც რო და აღარ გაჩანო გამოჩდებიან ხოლმე. და ეგეთი შემთხვევა ბევრი გექნებოდა ალბათ ხო? აი რაღაცის გამო აი გიგრძნია ოდეს მე ვინც. კი, მიგრძნია რა თქმა უნდა, მიგრძნია რომ რაღაცის გამო არის შენთან და ნუ მაგრამ ეს იცი რა მაგადამების ესე არის რაღაცა იმ ბევრი მიდის და ანუ მაგას უგზნობ ხოლმე არ არსებობს ადამიანისგან არ ეგზნო ეგ რაღაცა თუ მაგას განიცდის შენს მიმართ და ეგზნობ შენს მიმართ ანუ არ არსებობს რომ ამას ვერ გზნობდე და როცა გზნობ მე რაღაც ცინიკურად გეღიმება შენთვის და პროცესი გეცოდება და ნუ დარდობ რომ ესეთი არის და რაღაცა ის არის მე სულ იმედს აძლევ შენს თავს რომ არა იქნებ ცდები შენ მე რაღაცა ფიქრობ რომ არ რაღაც ისულებს ფიქრობ არა ნუ ფიქრობ ეგეთ რაღაცებს მაგრამ მე უკვე ფაქტს ეჯახები მე უკვე გიმტკიცებს ისავის აქციელით და მე უკვე გული გტკივა და დღეს ისეთი ასაკი მაგ ისეთ პერიოდში და იმ პერიოდში აი გარდამავალ პერიოდში რაღაცაში რომ ანუ შესაძლოა უფლები აღარ მაქვს მე როდეს შესაძლოა დავუშვა აღარც ახალი მეგობრების თავი არის მაგ თქვა მე არ გულისხმობ ხე რაღაცა შეიძლება ძალიან კაი გამოჩნდეს შემიყვარდეს ჩემი იმის ხო ან რაღაც მაგრამ ის რო თქვა ხე ყველაფერს რასაც მთავაზობ სამყარო ყველაფერს აღარ ვიღებ ანუ ყველაფერს რაღაცა ფილტრავ და მივდივარ იქ სადაც სიამოვნებს ვაკეთებ იმას რაც სიამოვნებს და ვარ იმასთან ის სიამოვნებს ანუ აი რაღაც ყველაფრის ადრე პატარა რო ხარ შენ ასახ სიტყვაზე ვაფშე ყველაფერს იღებ, რასაც სამყარო გთავაზობს, აი ვაფშე ყველაფერს, აი და გონია რომ რაც გარეთ ხდება ყველაფერი განსაკუთრებული რა, მიხდი, ანუ აი ოჯახში რო გეჩხუბებენ რაღაცას რო გიგზავნე სიტყვაზე არ გაკეთო, შენი მშობლები მტრები არიან და ანუ არა, აი გარეთ რაც ხდება ის აიმასთან ჰარმონიაში ხარ რაღაცა და მე ჩვენთან იბერი ტყავამ რაღაცებს მე ხვდები რომ ის ცუდია დედა მართალი იყო, მამა მართალი იყო, ის არ ვარ გოდესრება და მე ყალებდები უკვე ადამიანებს რაღაცა მოლოდინები რაც არის შეს მიმართ უკვე ეს მე ქრება ეს რაღაცები. და ნუ ესეა, დღეს ფილტრავან ყველაფერს. ეხლა რაც იცი და რაც გამოიარე ანუ ჯამში ვამბობ მოდი აი ბავშვობიდან დღემდე ეგ შენი აზრი რო გცოდნოდა და რო დაგაბრუნა ძალიან ადრე გაიგიდი აირჩევდი იგივე გზას არა ალბათ არა არც მოდეს არაფერს ანუ ესეთ გამონათქვამებს უნდა იცხოვრო ისე რომ მოგინდეს მისი გამეორებაო და მე ალბათ ბოლო რაღაც 5 წელი 10 წელი ალბათ ისე ვიცხოვრო რომელსაც არ გავიმეორებდი არასდროს ჩემი ცხოვრებაში და არც არავის არ უსურვებდი იმიტომ რომ ძალიან ძიმე პერიოდი გავიარე, ძალიან რაღაცა, ანუ არ ვიცი, ეგ არის თავს რო კარგავ ყველაზე ცუდი ეგ არის რა, ანუ რაღაც სიგიჟე გემართება, რომ ანუ არ ხარ ის რაც ახარ, ანუ თან გძნობ რომ არ ხარ ეგ ადამიანი, ანუ საწავიდა ის დათუნოთ სიტყვაზე, საწავიდა, ანუ რატო წავიდა, ანუ რაღაცა ის ეგ გაგ ეგ მომენტი რა, რომ არა ეხა ვაჯობ, აი ხა გამომდგომარეობიდან და ისე კარგად ვიქნებ და აი არ ხდება ეგ არასოდეს მივხვდი, იმიტომ რომ ისე ვითრება, ისე რაღაცაში ვარდება, რაღაც საშინელებაა მოკეთ ჯოჯოხეთი. სამწუხაროდ. და მოდასაც არ ერჩევდი, თუ ერჩევდი შენი აზრით. მათ მქონდა მოდას ავერჩევდი. ისე მოდას ავერჩევდი, რომ ეგეთი ზღაპრული და ეგეთი ჭრიალა არ არსებობს არც ერთი სფერო ჩემი აზრით. ძიმე ვეშაპი, მაგრამ ძალიან ჭრიალა და ძალიან მეჯიკარი. შენ ამბობ, რომ დავუბრუნდები ძალიან მალეო. რას ფიქრობ? იგივე დათუნა დაგვიბრუნდება, იგივე ფერებში გიყოლფორ თუ აი არა, ალბათ ისეთი დათუნა, რომელიც ალბათ არასოდეს არ გამიკეთები არ ჩემი შემოქმედებისთვის.
და ანუ შემოქმედებს ყოველთვის რაღაცა აკლდა, იმიტომ რომ ყოველთვის ვაკლებდი, იმიტომ რომ სულ რაღაცა ზარმაცი ვიყავი, არ მუშაობდი ისე როგორც უნდა მემუშავა და სულ მქონდა ჩემ თავს, აი ხვალ გავაკეთებ, შემდეგზე გავაკეთებ, შემდეგ სულ ეგ მქონდა, ეგ მომენტი მქონდა და მე შემდეგშიც იგივე ხდებოდა ხოლმე და ეხლა სულ სხვანაირი დათვნა იქნება, რა თქმა უნდა, ნამდვილი, რეალური და ისეთი როგორც მე მინდა რომ ყოველთვის ყოფილიყო. და ჩემ მეგობრებსაც როგორც მინდა ყოფილიყავი სულ მუდამ. ერთი აი რა ვქნა აი გკითხო მე თუ მინდა ამოვიღებ, მაგრამ ის მეინტერესებს აი ამ სიზარმაცეზე რო იყო და ესეთ რთულ პერიოდში რომ ვერ გეფიქრებოდა რეალურად. ეს შენ დაჭერის თემა რო წამოიწია, ნუ გამოვიდა იმაზე რომ აი კლიენტებიც რო აყირავესო ისო. აი მაგას რამდენად აი მაგაზე რა შეგიძლია რო თქვა? რაღაც ხრი ისინი მართლები არიან, იმიტომ რომ მე პრემიერებზე არ დავდიოდი ბოლოს, ანუ ჩაკეტილი იყო სახელთან გასვლა არ მინდოდა და მეზიზღებოდა ყველაფერი და ანუ ისინი პასუხისმგებლობას ჰქონდა რომ ჩამებარებინა რა სულ რაღაც არ ბოლო წუთას მიქონდა თან რაღაც ანუ მე მესმის მათიც და ანუ ბუდეში მოხდა ხსისულელი არის მაგ ყველაფერზე რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა დაუბრუნდეს თავისი და მე ხავდა რომ მივალ ტელეში უკვე დავგევარ ყველაფერი ანუ გასწორდება რა თქმა უნდა მაგრამ აი რაღაცა კლიენტების რაღაცები აი ნუკისგან გამიკვირდა ძალიან სხვათა შორის იმიტომ რომ ანუ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი ბულინგის ერთი პერიოდი და ყოველთვის მის რაღაცა ის ხალხს უჭერდი იმიტომ რომ არ იყო ანუ მაგის ღირსი რა მაგ პერიოდში რა ნუკი რა და რაღაც ისეთი რაღაცა მომიყვა ეს ადვოკატმა რაღაც ისეთი რაღაც მითხრა რომ ცოტა გამიკვირდა მისგან მაგრამ შეიძლება თვითონაც რაღაც პოინტში მართალი რაღაცა ნაწილობრივ ნუ კიდე სხვა ადამიანებიც მაგრამ ნუ იცი რა არის რაღაცა ის არ მე და ცუდი თქვა ვინმეზე არაფერი. ანუ მე ვიყავი დამნაშა მოდი ესე ვთქვათ. და შენ ისიც გაქვს ნახსენები რომ ხამე აი რო შემეძლოსო მოკლედ ხო ხამე დავიქირავებდი ყველასო. კი და ანუ აი რატომაც დღე რომ მივიდარ სამსახურში რაღაცები აი სულ აი არ მინდება რამის გაკეთებ. და აი როგორც კი საღამოვდება და აი იმ წამს პეპელას რაღაც ცოს ხდები სიგიჟე აი რაღაც ის მემართება და ხამე მიყვარს მუშაობა. ღამე არის ჩემს ყველაფერი რაღაც იდუმალი რაღაცნაირი მისტიკური რაღაც და მაგ დროს მინდება ყველაფერს კეთება და ჩვენებად მიყვარს ღამე ხოლმე სხვათა შორის. უფრო სხვანაირი ის არის. აი ხო ღამეს აქვს თავის დაჭერა, თავის სხვა ბევრი სიმბოლიკები და ღამე არის ჩემთვის განსაკუთრებული. ვიდრე დღე. თუმცა მზეც მიყვარს. მზე იმედის ნიშანია. სინათლის. შენი აზრით აი ეხლა აი ამ მომენტში ხარ რა თქმა უნდა ეს ახალი მომხდარია ეს ყველაფერი და ჩავიარეთ მაგრამ აი ეხლა აი დღესდღეობით შენ დღევანდელობით იცხოვრებ თუ აი უფრო მომავლის რწმენით არა მომავლის რწმენით ანუ მომავლის რწმენით სულ ცხოვრობ ხოლმე იმიტომ რომ მომავალი არის ჩემთვის ყველაფერი და წარსულიც არ ვიცხოვრობ მე იმიტომ რომ ვისაც წარსული ცხოვრობს იმას მომავალი არ აქვს რა თქმა უნდა და ალბათ აღარ დავუშვებ შეცდომებს აღარ მაქვს ამის უფლება გავაკეთებ მაქსიმალურს ყოველთვის ყველაფერს და ანუ ყოველთვის ვიქნები მომთხოვნი ყველა მაქსიმალურად ჩემი თავისთვის რაც არ ყოფილა. იმიტომ რომ სულ რაღაცა ჩემთვის ვენდობოდი რომ შემიძლია რომ გავაკეთო. ეხლა მოდი იყოს ეს შემდეგზე ძალიან აი ესეც გავაკეთებ და ანუ იმდენად ვენდობოდი ჩემს თავს და მქონდა ამის ძალაც რომ გამეკეთებინა და მაქვს ალბათ ის რომ ანუ ეს რაღაცა სუისეპტობდი ხოლმე იმიტომ რომ ეს სიზარმაცის ბრალი იყო რა რომ აი რაღაცა ვიცი რომ გავაკეთებ რაღაცები და მე ნუ მაგრამ ცუდი არის და არავის არ უჩვენებს არ გაკეთო ანუ არ იყოს ეს მაგალითი რომ აი რაღაც ეხა თუ არ გამოგიდა მე შემდეგზე არა ყოველთვის უნდა აკეთო ის რომ ეს თითქოს ბოლო არის და მეც ვეღარ გააკეთებ აი სულ უნდა კონდეს ეგ შეგრძნება ყოველი კოლექცია ყოველი რაღაც შენი ღონისება შენი რაღაცას აკეთებ უნდა ქნიდე ის რომ თითქოს ის არის ბოლო და იმას მე აღარ შექმნი ანუ და ყოველთვის იქნება შედეგიანი და ყოველთვის იქნება ეს რაღაცა განსაკუთრებული და ბოლოსთვის სხვათა შორის ეს კრეატიული ინდუსტრია საქართველოში ძალიან ანუ გამრავალფეროვანი და ძალიან ბევრი ადამიანი შემოემატა და აი შენ როგორც გამოცდილ დიზაინერს ყველაფერს მოკლედ აი რას ურჩევდი აი ამ ახალგაზრდებს აი ვისაც უნდა რომ დაიწყონ რა ურჩევდი პროექტის სწავლას იმიტომ სწავლა არის მნიშვნელოვანია სხვათა შორის და მე არის ყველაფერი გამოცდილება არის დაუზო ანუ ჩემ სამსახურს ჩემს საქმიანობას არანაირი დრო აი ბანკში ხომ მიდიხარ თქვა 10 საათზე 7 საათზე დამთვალ წამოხვედ ჩვენსაც დრო არ აქვს საერთოდ ის მიდიხარ ის მოთხარ ვერ ხვდები და ანუ განსაკუთრებული შრომა ჭირდება და დაუზოგავი შრომა ჭირდება ძალიან ვეშაპია ეს სფერო იმიტომ რომ ძალიან ბევრი დიზაინერი არსებობს და მილიონი და მილიარდერი ერთმანეთზე უკეთესები და ანუ რაღაცის შექმნა დღეს განსაკუთრებულს რომ ვიღაცა გაგიზებს თელი სოფლიოში და რაღაცა ილაპარაკოს ძალიან ძნელია და იშვიათია და ალბათ ერთეულები არიან დღეს ესეთები და მიხარ ჯერ არ ფიქრობ რომ რაღაცა შევქმნი მაგრამ ფიქრობ რომ შევქმნი
მადლობა დათუნა. მიხარია დღევანდელი. მიხარო შენთელად პირველად და ძალიან მიყვარხარ და ძალიან მომწონს შენი პოდკასტი. ფიქრობ რომ ერთ-ერთი გამორჩეული ყველასგან და გემოვნები და რაღაც კარგად გაკეთებული თავის კითხვებით, თავისი მიდგომით ყველაფრის მიმართ და მინდა რომ ბევრი წარმატებული და ბევრი კარგი სტუმარი გისურვო. მადლობა და საინტერესო. შენ შეცაინტერესო ხარ ვარ. მადლობა მინდა რომ უთხრა ჩვენ მაყურებელს და გემშვიდობებით.